წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირ სიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში, ოდაბადეშ კინოხონი, ყოველ ხუთშაბათს, 18 საათსა და 18 წუთზე, ათინათის ეთერში. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. საღამოშვიდობით ხუთშაბათია და ტრადიციულად ყოველ ხუთშაბათს 18 საათზე და 18 წუთზე გელოდებათ გადაცემა ოდაბადეშ კინოხონი. გადაცემა ჩვენს ისტორიაზე, წარსულზე, ეთნოგრაფიაზე. გადაცემა, რომელიც ძალიან შეიყვარა ჩვენმა ერთგულმა მსმენელმა და სულ მოუთმობთ ელოდება ხუთშაბათი და ხუთშაბათამდე. გადაცემა გვაქვს ორ ენაზე, მეგრულად და ქართულად და ვუძღვებით ორნი. მე სოფიო ხუსიშვილი და ისტორიკოს-კვლევარი ბატონი ლაშა ჯიქია. რაც შეეხება ჩვენს გადაცემებს, ნახეთ ვებზე რადიო ათინეთი.წერტილი, Facebook-ზე რადიო ათინეთი, YouTube-ზე, ჩაწერეთ ოდაბადეშ კინოხონი და ყველა გადაცემა იქვე დაგხვდებათ და რა თქმა უნდა ლაივში ყოველ ხუთშაბათს 18:18-ზე FM-ზე 105.9 და ასევე ინტერნეტით რადიო ათინეთი.წერტილი. როგორც სხვა ხუთშაბათები, ასევე დღევანდელ ხუთშაბათსაც ძალიან მომზადებულები, მოწადინებულები ვართ სტუდიაში მე და ბატონი ლაშა. საღამოშვიდობის ბატონი ლაშა, როგორ? საღამოშვიდობის გალბატონო სოფიო. მივესალმები რადიო ათინათის მსმენელებს, ჩვენს ერთგულ მსმენელებს, იმ აუდიტორიას, ვინც უკვე ფაქტურად ამდენიმე წელია უკვე თვეებზე არ შეიძლება საუბარი, რომ ჩვენი ერთგული მსმენელი გახდა და მოკლედ მათ განსაკუთრებით მივესალმები და ონჯუა ჯგრობუას ჩქენ რადიო მარჩკლებ იფრე ჯგრობუას გიზალანთ. ონჯუა ჯგრობუას მოგესალმებით მეც მეგრულად. რაც შეეხება დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა, ეს არის ომურდუალეფის რდუალა. ნიშნულოვანი რთენა. დუჩოკო ოგურუე ირფელი ბაღანას ვარა უკულ ერჩქინაშ დღაშე თიმ მუჭო გერჩქენ დუდო თიმ წუნდიშე ტიჭყანდეს ბაღანას რდუალას დო მუშ რიტუალეთს დო ამ დღაჩქე მაგონა აწმავე ენჯირა გადი და უკული იან რადიო გინო ჩემაჩქე ქიფჩიებუ თუ თილა აფებში თი რდუალაშ ფორმებში მუჭო მუდანდეს ჯგირ მალიმარემ ქჯგირ სანწალებგი შელიესკოტო მართალო ათენა ჩქინ პირობებში გშული რითენა მუშენდა სანარხოთ ჩქინქიანასი რო უხვად ლიმუა დუდიშ გინოსკია და შეჩხუბიდო ათეშ გურშენ სათო კორტკო სათო არდ ჭიჭებუნდა და დეჩაგრებუდ მუშოყორა გადიდო ათეშ გურშენ თენა იფრე თეშარე მერსხი თეჩქინ ტრადიციებიდო τε ბაღანაშ დუალას წესები აუცილებელია ეს იმიტომ რომ თავიდანვე უნდა კონდეს ბავშვს საფუძველი ბაშკაცი გაიზარდოს ქვეყანას ემსახუროს ოჯახს ემსახუროს ის ვინც ქვეყნისთვის არ გამოდგება არ სახლისთვის ვარ გადაპირი. კი ბატონო, და პირიქით აქ მარტო ვაშკაცობაზეც არ იყო, აი მანდილოსნები, განსაკუთრებით ისინი იტვირთავდნენ ფუნქციას, თუ როგორ უნდა აღეზარდათ კარგი ვაშკაცები და ქალები იყვნენ ამის დომინანტები, კი ბატონო. ქალები, მამაკაცები მეტწილი ომში იყვნენ, თქვენთვის არის თავიდანვე აღნიშნეთ მეგრულად და ქალები იყო გამწევი ძალა. რა თქმა უნდა, ლურჯი, დედაბოძი. უცხოელი ევროპელი მწერლების მიერ აღნიშნულია, რომ ეკლესიაზე უფრო მეტად აი ეს საერო სწავლებასო ქალბატონებიო უკეთესად უძღვებიანო. ანუ იქ მარტო სასულიერო სწავლება იყო ეგრეთ წოდებულ საკვირაო სკოლებში, ხოლო აქ ოჯახში როგორც რელიგიის სწავლება მიმდინარეობდა, ასევე მიმდინარეობდა იმ საერო ცხოვრებისთვის აუცილებელი პრაქტიკული სწავლება, გონებრივი ვარჯიშები და ასე შემდეგ. ამიტომ იყო ეს დედა განსაკუთრებულად დაფასებული. ანუ დედა იკეთებდა ეს ამ ფუნქციებს. ასე ნამდვილად თავარი გამწევი ძალა. ყველა გადაცემა რა თქმა უნდა მეგრულად და ქართულად, მაგრამ ტრადიცია დავამკვიდრეთ ჩვენის რომ ჯერ ვსაუბრობთ მეგრულად და შემდეგ ქართულად ეს მათთვის პირველად გვისმენს. Kirchkilet ბატონლაშა დიო მარგალიურო და უკულ ქართული კი. კოსურ ბატონ სოფიო, ჩქინ ოპეკუ მარგალიურდინა შაკოპტკუან ქდუჩე, ამდღა ჩქინ რადიო კინო ჩამაშ თართემარე ომურდუალეფის რდუალა და თეშა მერცხილი რიტუალებ და წესები. სამარგალოს ჩვეშო თხილერდო ბაღანეფის ომურდუალეფის რდუალას ტრადიციული წესები. მუჭოთ ხვადონთეშ თახოლო ჩქიჩკუეფის რდუალა იჭყაფუდ ერჩქინა დღაშე. მაგალითო დადამანია, მუჭოთ ბაღანა გერჩკი დუდუ და ჩუპას მოჭკირენდესონ, თიმ წუნდის ჩქიჩკის პიჯიშა გამლულუან ჩიქვიშ სუას. მუშენდა კათაშჩკინა ათე წეშიშ მიკოუნაფა ბაღანას ქიმეხوارებუდ ადრეშე ნინაშ გოტახუას და რაგადიშ დოჭყაფას ვადაგვიანენთ. ახალ ერჩქინე ბაღანას დიო ხოჭიშ ტეფიას. ენარდე ჯაშგურე შაღალიერი ოკვანწაიას კინანჯირუანდეს მუდგაზმარენ მარა მიკიშუნ უკული გეგნიუნანდეს არკვანშა ონწეშა. კომოსკუაშ ერჩქინა სამარგალოს ხოლო თოფეფიჭო თამათ ხვადუდ. ახალ ერჩქინე ბოისკუას ჯგირ მოხანდე და მალი მეკიშელენცია და თიღანკით ხეს ქიმიოკიდერაფუანდეს ბერგიშა ოხონაშა არგუნშა ყამაშა თოფიშა წინგიშა და თაშ. ვარდუ ოსურსკუა ქორდუ და თის ხეს კიდაკინუანდეს ჩერიას მარგატაც ვარდა ხოლო შხვა მუდგაინთიცალი მუდგარენებს ნამუთ ოსურ ადამიანის ხესაქარუას გემორნაფალი იკოროცხუ. თავადებდო ჟინოსკვალებ მუნეფის ლილ ბაღანას თოფის ვარდა ხამოს ვარდა ხოლო ცხენის ლაგამს კიდაკინუანდეს თიღანკით ჯგირ მალიმარდო ცხენანჯ გიშელენცია. ხოლო ონწყონდეს ბაღანა წუმოხოს მუ პროფესიას გიშეშუნ თიშ რიტუალს. არც წანერ ბაღანას მუკემუკეთ კუგუნსკარანდეს თოფის ყამა წინგის ბურთის ქობას და შხვა მეკონებს.
ბაღანა ხეს მუდგას მეთხინდუნ თი პროფილიში მოსაქვარე იუაფუნია თაშ მირჩკინანდეს მარა მუჭო თაშინ სამარგალოს უმოსო ბაღანას მასკერებ გინუჭყალუნდეს მუ პროფესიაში გიშარტუკონ თის არკვანიშ დუს კუმკუბუნვანდეს მუჭო თაშინ ალიშ კიბირს ქუას ვარდა ზვალს სხვა შატარს ჭითა უმურშე გიშათოლირ ჯوارს სუმკუნთხულო ჭელ ნოჭკერი ჟანგაროზის სუდეთ მილაკირი დუბადო თოშე მათხილე ჰალვეფიშ ხუმაფილ ფურცელე ათე ანგაროზის ჯوارწკუმარტო გვალო ბრეხანს გიობუნვანდეს ბაღანას თინახოლო ორა გადრე ნამუტა ათე ცალე ანგაროz გიობუდ ორინჯის ხოლო ცხენ ჩხოუს კამბეში თუ თაშ თი დაჯერად ათნა უბადო თოშე დუთხილანცია თინებს მინშა სუმკუნთხულ ნოჭკერს სუმ უჯიშ ფურცელებს ქიმლაკირანდეს დო ბაღანას ღიაწკუმა ქიხტუბუნვანდეს სუმ უჯიშ ქილ ქვირც ხოლო ქიმუზინანდეს მუდგარე შხვა ფალვეფიშ ფურცელის ქვირებს დო ათეში აკეთენდეს ნათოლე წამას თეს ბაღანას კისეს გიობუნვანდეს დო თენა გიობუ თის ხანს სოშახ ვადინუანდუნ ათეკ ვამერგალუკონთიშენ ხოლო ქეშულორსუდეს შურდინაფილ ხოჭო სუმტინტილა ვერეთიში ოფედას მიდგა გუბადოთოლეთ ინგოჯინასენ თენა ქოფედას თიშბედია ხეთაშ მახორუ პაშაქირიაშ გინო ჩამათ ნოჩქვენა გვერიშ ანკარაშ დუდიშ ხუმაფა ნამუსუ ჯიმუს ქიმნარღვანდეს ჭიჭე ნოჭკერებოს სუმანებო დოჭკირინდეს სუმკუთხულ ნოჭკერს ქიმლაჭანდეს ვარდა არკვანიშ დუს ვარდა ხოლო ბაღანაშკისეს გიგებუნვანდეს თეს თენა ჯგირო საშუალება ოფე კორკოცე პატინიფის ლახალა ბორჯის ხოლო ოსკილა დაფარო ლეხუან ბაღანას ათე ანგაროზი ამშტუთას უკო გიობუდკო არძა ვარიანტის ქეშულორსუდეს ალისაო თვალი მანებელისაო თოს ბორზალ გურს ლახვარ წკონდა გიორგიშ ბორზალ დაეჭირა ღვადი კვალი ალალე თვალი გარხიალე ფუითეშ გაქარია არკვანს ლებიშ თუდო ნოშკერდო უჩატარან დანას კათუდვანდეს მუშენდა ბაღანა კვადიშამასია დიდა უდეშე გიმილინდუდა მუშ ბაღანაშ არკვანს კეტის ქიმკაპონანთ ჩქინ მანგიორო თენა ქუყარალუნია და დოთხილანცია დო ბალიში თუდო ხოლო მარგატელებს კათუდვანთ ახალ კუჩ გედგიმილ ბაღანას ჯამპის ჯაშე დო ლაკაციაშ ტყებიშე დო უბეჭუნდეს თეშ დო ზახნებული შვებიას მანეჟი ჯგურა ინახუნა ფალითენა ათეთ ბაღანა მუშ მულარენჯის უშკურანჯორდუდო მუშ გემოშა მულე პატოლოთ მუჭოთ ბაღანა გილულას კიდე გურუანდენ ამ შკვიცანაშ მეულაშა მუკახუნანდეს სპეციალურ ბარგის სამოსოთ უძახუდეს ყანთარს ათეში ოჭალო ბამბეშ ჯგირო გოწეწვინდეს დო მონჭირელო დოჭანდეს ათეცალ ჭელ ბაღანას ტან ჯგირო გართუდო ჯგირო ტანს გეურნუან ჭიჭანობაშე ათენას მილე უნუანდეს ხოლო ქორთულ ღარდო კაბაშა თენა ჯგირ მეჯინას არსენთ ომორდუალეს მარგალ მასკერებ მუშ სკუალებს დუჩე ოგურვანდეს თიცალ მუდგარენებს ნამუთ ხოხარო უკულ ბაღანა სხვადასხვა სიტუაციას გარზებას ჭკუა გოჭკირალას ჭუაშ ყურებას ხე მორზგვალას დო თაში არქანჯელო ლამბერტ იჩიებდა მუდა ჭიჭე ბაღანებს დო ზოკია ომორდუალებს ვაუთხილანდეს გერანთირს კუჩაჩაფლეთ გიგლართესკონ ჩაფლას ვამატვანდეს დო თაშ მიურჩქვანუანდეს კუჩხი ჩაფლეთ თირის გილაბაჭგალს ტაცალეთ გინონჩულუდეს კაბეთ მალწყარებს მარჩხა წყარს ათეს ირფეს თიშენ ორთუნანია უკულ სანწალებდო ჭირთემ გიშელესკონ მუშენდა მერჩქვალდეს თი ჭირს ნამუთ ჩხუპის ლიმას მუთ მოუნსუნ თაკ თინახოლო ოშინერე ნამუდა ბაღანას ძიძეს მეჩანდესუნ მუდგა ჟინოსკუაშ ფანიაშერ დუკონ იშენ ყაზახის უდეშა მეუნდეს დო თი გაჭირებას ირდუ წოდეთ თე ყაზახის სკუალეფინ მარა თაკ გურაფლენდეს არძანერ წურუას ნამუთ უდეშა დორთეს გიმადირთუდეს მარა თეკ უკუ შვანერ დუალამიშ თენეფიშ ათაშ ნამუდა სოციალურ გორთუალა იშენ იძირე მაგალითო დღარხუებს ართიანი სპორტულ ნირზის ბორჯის მოგებული ქორდ ყაზახის სკუადა თის ბაშლაყის აჩუქენდეს მარა თავადო ჟინოსკუას ცხენს აჩუქენდეს მარგალკოიშო არსაშუმოს კაბეთ ხეცხვენს მუჭოთ ჟიფშინეთუნ ბაღანეფიშ დუალადო წურუა ყვადუდ გვალო ჭიჭენობა ხანშე არზათი ლაფ ნამუსოთ მარგალ ბაღანეფა შკვიცანაში ხანშე ვითოჟი თოსუმ წანაშა მეთხოზუდესენ თხილიერე თიცალ ელემენტებს ოდეთ ბაღანა ჯგირო ინვითარე დუჩე ბაღანეს მასკერებ უკეთენდეს ოლაფინიეს მარა მუჭო მირდუდესენ მუნეფში თორთუდეს თენემს მარგალ ბაღანეფიშ ლაფი მუშ გუნება თრდ გეგაფილ ჯინორუაშა რინას გმარენჩ ფიზიკურტო ტვინიშ ვარდიშიშა მუჭო მითრე ყამაშ მორქია ლიმუას რჯგინადო თაშ ათაშ ნამუდა თენეფშეჩკი დეტალურ უკულიან რადიო კინოჩამას ქიფშიებუთ ინტერესარე მანგარი ათიშენერდეს თიცალი ჯგირებდო ირფელ შეულებდეს იმფერები მიურჩქონმოდეს გაჭირებას გაჭირებას მარა თენა უმოს ჯეშო ხვადო დასე მაგალითო მაბშო ჩქი მუმაშნა რაღა დასურდითია გურაფუსიან თქია თეორეშე ფშირ დადოჯიმა ქმორთესია კუჩხი ჩაპლეთია თირძიდუა დო თინა მიკვედესია ანუ ბოილო ნაგვიანა ბორჯის უკვე თენა გუშულირით თინეფია დღას ვაგორგილაფენანია ირო თე კუჩალგეშესია თირც უღონო ფანიაშეოფენა მარავა თისალ მუდა უღდესია სინთელუანებდესია თინე ჩქი ქმაღოლედესია მდგარე ვირუსი გრიპინი ინებს დღას ვაღოლედესია მუთუნ ოდო ვარდო შურო სინჩხას და გული ინგერც შამიდეშესია ინგერც ყარსი ბონდესია და აშო დაცა ეკიშესია და უკვე დათინე ფიფრე მუშენ კი ეს ყველაფერი მუშაობდა და სხვათა შორის ასე კინდირთუ თე ინა ტრადიცია ვაჯოხოთ ეს მარა იშენასე უმოსო ექიმები იჩიებნა ბაღანებ ქიმიორჩქვანეთია თხითხ მოკოქუნას ბრელვა მკაქუნათია გილართანია ირიათო კუჩხი ჩაფლე ჯვეშ მდგარენებ
ჭიჭეჭეჭეთ ირთულ, თირელ ფორმად თანამედროვე, მაგრამ მაინც ბრუნდება. აი ვერ ჩამოვაყალიბე მეგრულად. მინდოდა მეთქვა რომ ძველი ტრადიციები ბრუნდება, ანუ ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია, ცხადია კი ბატონო, მაგრამ ეხლა შეიძლება ექიმმა პირდაპირ არ გითხრას რომ გაცურე ზამთარში ცივ წყალში და თოლში ფეხშველმა იარე, მაგრამ რეკომენდაციები ეხლა აი რასაც ვუსმენ მე, რადგან ბავშვი მყავს ვაქცევან ყველაფერს ყურადღებას, ეხლა რასაც ვუსმენ, ძალიან ბევრი რაღაცა დაბრუნდა. თუნდაც ის რომ თქვა ჩაიცვან, თუნდაც ის რომ ფეხშველმა მეტი დრო გაატაროს და იაროს, ეს ყველაფერი ჯანმრთელობაზე აისახება და შემდეგ უკვე გაკაჟებას, იმუნიტეტის გამომუშავებას უწყობს ხელს. ძალიან ტრადიცია იყო ასეთი ქალბატონო სოფიო, მოკლედ ბავშვებს უფროსო ბიჭებს ზაფხულში უშვებდნენ მთაში, ანუ აყოლებდნენ წყემსებს და იქიდან ჩამოდიოდნენ დაბრძენებული აი ესეთი ცხოვრებისეული გამოსილებით და ეს ერთგვარი სავალდებულოც იყო და შესაბამისად უკვე ფაქტიურად იქ იმდენად დიდ გამოსლებას იძენენ რომ უკვე ცხოვრებისთვის შემზადებულები იყვნენ. ხო და თანაც იქ ბუნებასთან სიახლოვე ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ ბავშვის ბუნებასთან სიახლოვე სოფლებში უშვებდნენ ბავშვებს ზაფხულის პერიოდში, ეხაც არის ეს ტრადიცია, ხო და მოკლედ იქ სოფელში ბავშვი უფრო მეტად ახლოს იყო ბუნებასთან და შესაბამისად ეს ყველაფერი უყალიბებდა მას სიყვარულს, როგორც სამყაროს ბუნების, ასევე თვითონ ცხოვრებისով ეს ყველაფერი პრაქტიკაში გადაიზრდებოდა როგორც გამოსადეგი გამოცდილება. გეთახოვით აბსოლუტურად. ძალიან მარტივი იყო მეგრულადაც ეს ყველაფერი გასაგებად, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც არ იციან მეგრული და რთული იყო ამ ყველაფრის აღქმა. ამიტომ ქართული ვერსიაც შევთავაზოთ ბატონო. კი ბატონო, ნამდვილად, იმიტომ რომ ხშირად მთხოვე რომ ეს ქართული ვერსია და განმარტებებს და ამიტომაც ქართული ვერსია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა არის ომურდუალების რდუალა, რაც გულისხმობს რომ როგორ ხდებოდა ბავშვების წვდობა ძველ სამეგრელოში და მოკლედ ზოგადად სამეგრელოში გავრცელებული იყო ხალხური აღზრდის წესები, როგორც სხვაგან სამეგრელოშიც რიგი წესშოვლების შესრულება იწყებოდა ბავშვის დაბადებისთანავე. მაგალითად, ბებია ჭიბის მოჭრასთან ერთად ჩვენს პირში ჩხიკვის ფრთას გამოავლებდა ხოლმე და ხალხი რწმენით ბავშვი ენას დროულად ამოიდგამდა და ლაპარაკის დაწყებასაც არ დააგვიანებდა. ახალ დაბადებულ ბავშვს ჯერ ხოჭიჭი ტეფიაში ეს იყო ამოღრუებული ფიცარი, იქ ჩააწვენენ, შემდეგ კი რამდენიმე კვირისას გადაიყვანენ აკვანშიონწეში. ვაშის გაჩენას აქაც თოფისროლით ეგებებოდა სოფელი. ახლა დაბადებულ ვაზს ხეს მოაკიდიდებდნენ თოღზე, სახნავზე, ან აჯახზე, ან თოფზე, ან ხანჯალზე და ამით ფიქრობდნენ რომ კარგი მუშა ან მეომარი გამოვაო. თუ ქალი იყო, მას ხელში მისცემდნენ თითის ტარს, მაკრატელს და სხვა რაიმე ისეთი ქალის იარაღს. მოკლედ, თავადები დაზნავე კი ბავშვს ხელში მისცემდნენ თოფს ან ხმას, ცხენის აღვირს. კარგი მხედარი და მეომარი გამოვაო. ასევე წყობოდა ბავშვის მომავლის გაგების რიტუალი, როდესაც ერთი წლის ბავშვს შემოუწყობდნენ თოფს, წიგს, ბურთს, ხმას, პურს, მატყლსა და სხვა საგნებს და რასაც ბავშვი ხელს წაატანდა, თითქმის იმის მოსაქმე გამოვიდოდა მომავალში. თუმცა, სამეგრელოში უფრო მეტად უპირატესად დაბადებისთანავე თვითონ მშობლები დაანათლებდნენ ხოლმე სასურველ ხელობას. აკვნის კამარაზე ჩამოკიდებდნენ ხოლმე ალიჟ კიბირს, ეგრეთ წოდებული ალის კბილს, ძვალს თუ ქვას, სხვის ნიჟარას, წითელი ტყემისგან გამოთლილ ჯვარს, სამკუთხედად შეკერილ ნაჭრის ავგაროს, რომელშიც იდო ავითვალის ასარიდებელი ბალახეულობა. ამ ავგაროს ჯვართან ერთად საკმაოდ დიდხანს ატარებდა ბავშვი. აღსანიშნავია, რომ მსგავს ავგაროს კიდევდნენ შინაურ საქონელს, ზოგადად კამეც, ცხენს, როხას და ასე შემდეგ. იმრწმენით, რომ ავითვალის პატრონი ვერას დააკლებსო. ზოგჯერ სამკუთხედ ნაჭერში სამყურა ფოთოს მოათავსებდნენ და ძაბზე შემოს ბავშვს იღლიაზე ჩამოკიდებდნენ. სამყურავს ქვაზე ერთგვარი მცენარის ფქვილის დამატებით ამზადებდნენ წამას, რომელსაც ასევე სდებდნენ ქსოვილში და ჩამოკიდებდნენ ბავშვს, რომელიც ეკიდა მანამ სანამ არ დაეკარგებოდა. თან შეულოცავდნენ. ქვეწარმავალი, ხოჭო, სამი ხვლიკი, გველი იმისი ყოფილიყოს, ვინც ცუდი თვალით შეხედავსო. ეს იყოს იმისი ბედიო. ხეთელი პაშაკერიას გადმოცემით, სოდნიათ გველის ანკარად თავის გახმობაც. თავს დააყრედნენ მარეს, პატარ-პატარა ნაჭრებად დაჭრიდნენ. სამკუთხა ნაჭერში ჩადებდნენ ან აკვნის ტარზე, ან ბავშვს კესეზე დაკიდებდნენ. ეს კარგი საშუალება ყოფილა ყივა ნახველის საწინააღმდეგოდაც. ამ ამამტყობობისაც ბავშვს ეს ავგაროზი 6 თვე უნდა ეტარებინა. ყველა შემთხვევაში შეულოცავდნენ. ძალა რომ არ დაეკარგა. ალისაო, თვალისაო, თვალიმანებელისაო, თოს ბორზალ, გურს ლახვარ, წკონდა გიორგის ბორზალ, დაეჭირა ღვადი კვალი, ალალე, თვალალე, თვალი გაარხიალე, ფუითეშ გაქარია. აკვანში ლეიბის ქვეშ ნახშირსა და დანას უდებდნენ, რათა ბავშვი არ დაჟამდეს. დედა თუ გავიდოდა სახლიდან, მაშინ იგი ბავშვის ყარაულად აკვანზე ჯოხს მიაყუდებდა და ბალისის ქვეშ მაკრატელს დაუდებდა. ახლად ფეხადმულ ბავშვს თუთის ხისა და აკაციის ქერგესგეზა მოუწნავდნენ ხოლმე ეგრეთ წოდებულ შვებიას. ეს იყო მანეჟის მაგვარი. თავის ოთახში ბავშვი უშიშრად იყო ამით და თავისუფლად ერთვებოდა. სიარულის დაწყებისთანავე ბავშვს 6-7 წლის ასაკამდე ასმევდნენ საგანგებო ტანისამოს ეგრეთ წოდებულ ყანთარს. საამისოდ ბამბას კარგად გაწეწავდნენ და მჭიდროდ მოხსოვდნენ. ტანზე მჭიდროდ შემოჭერილი ტანსაცმელი თავიდანვე კარგ ტანს უყენებდა ბავშვს და ამრიგად შემდეგში ჩოხაში
გამოწყობილ ვაჟკაცსა თუ ქართულ კაბაში შემოსულ მეგრელ ქალიშვილს უფრო მეტსა და ლაზატს ანიჭებდა. მეგრელი მშობლები ბავშვებს თავიდანვე ვითარებდნენ ისეთ თვისებებს, როგორიცაა გამბედაობა, ამტანობა, საზრიანობა, ნებისყოფა, სიმარჯვე. არქანჯელო ლამბერტიც აღნიშნავს, რომ პატარა ბავშვებს და ნორჩ ახალგაზრდობას თვით სასტიკ ზამთარშის ფეხთ არ აცმევენ და ამრიგად აჩევენ თოვში ფეხშიშვეს სიაროს. ხშირად შიშვლები გავლენ ხოლმე უდიდეს მდინარეებში. ყოველი ამას იმიტომ ჩადია, რომ ცქვიტები და მარდები შეექმნენ და შეეჩვიონ იმ გასაჭირს, რომელიც ჩვეულებრივ ომიანობას თან მოაქვს. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ბავშვის გაძიძავებისას, მიუხედავად იმისა, რომ გლეხის ოჯახში მოყავდათ სხვადასხვა წრის ბავშვები, ყველა ერთნაირ აღზრდას და შესაბამის ხსნას ღებულობდა. შინ დაბრუნებულებს აღზრდის გაგრძელება უკვე სხვა გარემოში უხდებოდათ. ამრიგად სოციალური განსხვავებულობა თავს იჩენდა ხოლმე დღეობაში გამართულ შეჯიბრებების დროს. მაგალითად, თუ მარულაში გამარჯვებულ გლეხის პირს უპირატესობის და მიუხედავად დაჯილდოებდნენ ყაბალახით ან სხვა რაიმე უბრალო ნივთით, თავადსა და აზნაურს ჯილდოდ აძლევდნენ მეგრელი კაცისთვის ყველაზე უფრო ძვირფას საჩქარ ცხენს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბავშვის ხსნა იწყებოდა პატარაობიდანვე და ყველა ის თამაში, რითაც ერთობოდნენ მეგრელი ბავშვები 6-7 წლის ასაკიდან ვიდრე 12-13 წლამდე შეიცავენ ამა თუ იმ თვისების განსავითარებლად საცნელ ელემენტებს. თავდაპირველად ბავშვებს მშობლები უკეთებდნენ ხოლმე გასართობ სათამაშოს, მერე კი ყმაწვილები თვითონ იმზადებდნენ მას. მეგრული გართობა თამაშობანი თავისი ხასიათით იყო შეჯიბრებაზე აგებული, სამონადირეო, საყოფაცხოვრებო გონების სავარჯიშო და თითოეულ მათგანზე დეტალურად მომდევნო რადიო გადაცემაში ვისაუბრებ. ძალიან საინტერესოა და მე დარწმუნებული ვარ, არაჩვეულებრივი გადაცემათა ციკლი გველოდება წინ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველაზე ისეთი ფაქტორი, ხო? აი, შვილის აღზრდა და თან რამხელა ფენომენი და ინსტიტუტი იყო, რომ აი ეს შეძლებული ოჯახები, თავადები შვილებს აბარებდნენ და ანდობდნენ პირდაპირ რომ თქვა გლეხის ოჯახებს. კი ბატონო, რომ ენახა ის უბრალო ცხოვრების წესი, ის გაჭირვება ენახა და შესაბამისად ამისთვის არ ყოფილიყო ეს ყველაფერი უცხო, რომ ცხოვრებაში მე შესაბამისად არ დამდგარიყო მიწინაშე, ხო, ეს სირთულეები, ანუ მზად უნდა ყოფილიყო, შემზადებულიყო. გონებრივი და ფიზიკური ვარჯიში, ანუ შეხამებულად კომპლექსურად. დიახ. იმიტომ რომ აი დალხენილი ცხოვრება და დროსტარება და ფუფუნება ისედაც ექნებოდათ და აი ის ამიტომაც იყო ძალიან ბევრი ისეთი ადამიანად ჩამოყალიბებული, თუნდაც ეს მაღალი ფენის წარმომადგენლებს გულისხმობ, რომ სწორედ ასეთ ოჯახებში იზრდებოდნენ და ეს იყო პრიორიტეტი და მნიშვნელოვანი. თითქოს ეს ძიძაობა ცოტა ისეთი ინსტიტუტი იყო და ფაქტურად ყველა თავადი ძიძასთან უშვებდა შვილს. არისტოკრატია ამას მიმართავდა, ეს ტრადიციულად მიღებული წესი იყო და მართლაც აი ხშირად თურმე მიდიოდნენ შემოწმებაზე და ხედავდნენ თავიანთი შვილები თუ როგორ იმაში იყვნენ, დუხჭირ იმაში, მაგრამ ეს მათთვის იყო გასაგები. ანუ ამაზე პრეტენზია არ ქონდათ ამ გააშტა. ეს იყო გაკვეთილი, ცხოვრებისეული გაკვეთილი და გამოცდილება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო შემდგომ. აი ესეც საინტერესო გადაცემები გვაქვს. ბატონლაშა, კონკრეტულად თქვენ დაანონსეთ, რომ ორი რადიო გადაცემებში, ესე იგი არაერთი გველოდება ამ თემაზე. კონკრეტულად რაზე ვისაუბრებთ? ანუ ეხლა ჩვენ ვისაუბრებთ თამაშობებზე და აღზრდის იმ წესებზე, რითაც ბავშვი ყალიბდება, როგორც უკვე აი, როგორც პიროვნება, როგორც გონებრივად ჩამოყალიბებული, მენტალურად, ასევე ფიზიკურად, ანუ როგორ იქნებოდა ეს თამაშობები და რა იყო ის რითადეს სახეობები, რითაც აი ეს ფაქტურად გაწერილი იყო ერთგვარი და მოკლედ რა იყო ესენი, ამაზე გვექნება საუბარი. ასე რომ დაგველოდეთ, ძალიან საინტერესო ხუთშაბათი გელოდებათ წინ და რა თქმა უნდა, თუ გავითვალისწინებთ რაღაც ჩვენი შვილების აღზრდისთვისაც ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ავგაროზის დაკიდვა ის არ გვინდა, მაგრამ ცხადია და იქ რაღაც ანკარის თავის გახმობაო და შიშის დობო თენა ამიჩქ თენათის გოხოლება უჩქუდეს მათაშ ფიფქრენ ყარა თენა უჩქუდეს კონტექ მოვიაკერო ძალიან ფართოდ იყო და ჯეროდათ რომ ამას ქონდა რაღაცა განსაკუთრებული ავი თვალისგან გამავნებელყოფილი თვისება ძალა მათი ოთახში ხოლმე ნიფშტი თენა კომჩქუდა თქირთინა თვითონ დავამზადებული იცოდა თორემ როგორც ასე ხო და აი გვიგულისხმე ზუსტად გვიგულისხმე მოკლედ ჯირობოას გიზალანთ გვისმინეთ ბევრი კარგი ამბავი გვაქვს თქვენთვის მარტივად და ორენაზე გასაგებად და შენ თოლშა კოგოშკორნა და ქინის დახოლება ხთეამბეს დაშორენობა და კოკო ნანდულო ხუმრობა რომ არ გავურიდე მეშილები ხოთაშორის ქინის და ქიშმადი და ქინის და ბუღდე ჩქინ ჯვეშებს ესე იგი გეხანგებოთ ასე ჩქი გათხრებს ჩქი ძირით ნაძრებ მიღნათ ეგ არტეფაქტებინ ქინის და პრეთე ქიმუდას უძახნა ფიბულას ქიშმადი და პრეთის თიშტერ მანგაროზიში მუდა უღუდ ფუნქცია ოდო ირკოჩისთენა ოსურკოჩ კომეკოჩ ირკოჩისთენა უღუდო და მარათინა ორნამენტირებული ხოლმე მუდგარებ გეხანთ ოდო მანგარ დიდეფი ასე იან ოზიცერე ასე იან ქინისტეში ზომა თიცმა მერცხილო და იმმა მუდგარენა კირაგატუ თურე 8 სანტიმეტრიანი ზოგადად 1 სანტიმეტრიან ქინისტეხი ხო ინტერესერე მანგარ ოჟგვალას იშოთო თია გონწყობეთკო და ხო ინა ასე ხოლმე უგდის მუდა შიჩნე დიდონიშ თხილერ უგდი მუდა დრეკადობა ასე ხოლმე მოკლედ ბატონლაშა ვინც არიცის და მართლა პირველად გვისმენს ცოტა მეგულება ასეთი ადამიანი მაგრამ
გეტყვით, რომ არის პროფესიონალი თავისი საქმით, არქეოლოგი, მთელი ამბები გათხრები და ამიტომ ვიძახი მე, რომ ფაქტებით არქეოლოგიურად დადასტურებულ და გადამოწმებულ მასალებს გთავაზობთ მეთქით, ყველა კი არ ვიძახით მაგამბავს. მადლობა ბატონო, ასეთ საინტერესო გადაცემებისთვის თქვენი დროისთვის, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც თქვენ ამ გადაცემას და არა მხოლოდ ამ გადაცემას უთმობთ, ზოგადად ამ მეგრულ თემატიკასთან დაკავშირებით ძალიან ხართ ჩართულები და ეტაპობრივად ვასპოილერებ კიდევ ერთხელ. ძალიან ბევრ სიახლეს შემოგთავაზებთ რადიო ათინათი. მომავალ ხუთშაბათამდე დაგემშვიდობებით. თოლშეთხილერ ქორდათ და ჯგირობუას გიზალანთ. მახოლიოთ ღორონთ ჯგირობუა და წმოძინას გიზალანთ, გახარებედათ ძვირფასო რადიო ათინათი მსმენელებო. გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. წარმატებები. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირ სიტყვიერების მარგალიტების ძიება. კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში ოდაბადეშ კინოხონი. ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე ათინათის ეთერში.